იცნობ ისეთ ადამიანს, ვინც ყველაფერზე ბოდიშს იხდის. აუ. ბოდიში. აუ, ბოდიში. ვაიმე, ბოდიში რა. ბოდიში. აუ, ვაიმე, ბოდიში. და მაინც, რატომ უხდით ბოდიშს ნივთებს, მაგიდებს, მაციურებს, ტელეფონებს, რომლებსაც გრძნობების საერთოდ არ აქვს? იქნებ შევიშალეთ. ან იქნებ ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ სხვების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. ამას თავისი სახელიც აქვს. ემპათია. აი 5 ნიშანი, რომ ემპათიური ადამიანი ხარ. პირველი, ადამიანის ცუდგანწყობას მალევე ამჩნევა. ემპათიურ ადამიანებს ხშირად აქვს უნარი, რომ სხვისი ცუდი განწყობა მაშინაც კი შეამჩნიან, როცა ის ამის დამალვას ცდილობს. მეორე, ადვილად იგებს სხვის აზრს. შეგიძლია საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო და გაიგო, რატო იქცევიან ასე. ემპათიური ადამიანი ცდილობს სიტუაციას მხოლოდ საკუთარი მხრიდან კი არა, სხვისი მხრიდანაც შეხედოს. მესამე, ხშირად გაქვს სურვილი სხვას დაეხმარო. როცა ვიღაცის ტკივილს ან სტრესს გრძნობ, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, რომ ის გვერდით იყო. ემპათია არ გაძლევს გულგრილობის საშუალებას. მეოთხე, სხვა ადამიანის ემოციები შენზეც მოქმედებს. როცა ვიღაცის წარმატებას უყურებ, შენზე ხარჯებს, რომ შენ მიგეხწიოს წარმატებას. და პირიქით, როცა ვიღაც განსაცდელშია, ეს შენზეც მოქმედებს. მეხუთე, ხშირად გეუბნებიან, რომ კარგი მსმენელი ხარ. ადამიანები ისეთ რაღაცებს გიზიარებენ, რასაც ხშირად სხვას არ ეუბნებიან. ემპათიური ადამიანი ყურადღებით და მოთმინებით უსმენს სხვას, რაც მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ასე რომ თუ საკუთარ თავში ამ ნიშნებს აღმოაჩენ, მოიდარდებ იმაზე, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ. ემპათია არის ძალა, რომელიც გვაკავშირებს ერთმანეთთან. გვეხმარება უკეთ გავიგოთ სამყარო და შევქმნათ უფრო ჰუმანური გარემო. ეს სისუსტე კი არა, ნიჭია. და შენ ხარ ემპათიური ადამიანი. დაგვიწერე კომენტარებში.